მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. დიდი მარხვის ბოლო კვირის განმავლობაში მორწმუნეები იესო ქრისტეს ამ ქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს იხსენებენ. ამიტომაც აღდგომის წინა კვირას ვნების შვიდეული ეწოდება. დღეს დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია 4 სახარებისეულ მოვლენას იხსენებს. საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა დაადგინა წმინდა ზიარების საიდუმლო. მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამის სიყვარულისა. გეციმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემას. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვა აღევლინა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტ ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ რევლი დალოცა და გადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას და უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას. შეგახსენებთ, რომ ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას და აი მადლიერების მსხვერპლი დააწესა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როდესაც თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი და თუ როგორ უნდა ვექცეოდეთ ჩვენ ერთმანეთს. რატომ ქვია ამ ლოცვით შეკრებას სერობა, თანაც საიდუმლო? ვინაიდან უფალმა ეს მსახურება აღასრულა, როდესაც შეკრიბა თავისი მოწაფეები ებრაელთა პასექის სერობის შესასრულებლად და მან ყველაფერი აღასრულა ისე, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიაში სრულდებოდა. მაგრამ ერთი მთავარი განსხვავებით. მან განტეხა პური, აიღო სასმისი და თქვა, ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებლად ცოდვათა. აიღო სასმისი და თქვა, ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმის, ამას ყოფდეთ ჩემს მოსახსენებლად. და ევქარისტიის შესახებ იგი სხვაგან ასევე ამბობს, რომ ვინც სჭამს ჩემ ხორცს და სვამს ჩემ სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. აი საიდან იღებს დასაბამს ევქარისტიის საიდუმლო და იმ ლოცვებს, რომელსაც ჩვენ დღესაც ვკითხულობთ ლიტურგიაზე, ევქარისტიული ლოცვები ეწოდება. რადგან ვიმეორებ, ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას. ევქარისტიული ნიშნავს სამადლობელი ლოცვები. მადლობის, მადლიერების ლოცვები. და აი მაშასადამე ევქარისტია მოდის უფლისგან პირველი საუკუნიდან. მაგრამ ის თანდათან ყალიბდებოდა და საბოლოო სახე მიიღო მე-4 საუკუნეში. და ჩვენ ზუსტად იმავე სახით აღვასრულებთ დღეს წმინდა ლიტურგიას. და ლიტურგიული მსახურების ცენტრში არის ღვთისადმი მადლიერება და უფალ იესო ქრისტეს გახსენება, როგორც მან გვიანდერძა. აი თუ კი ებრაელები იხსენებდნენ ეგვიპტიდან გამოსვლას, მონობიდან განთავისუფლებას, ჩვენ საიდუმლო სერობაზე ვიხსენიებთ, ანუ ევქარისტიის საიდუმლოში ვიხსენებთ უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებას, მის ვნებებს, ჯვარცმას, სიკვდილს და აღდგომას. ანუ ყველაფერ იმას, რაც მან გვიანდერძა. და ყველაფერ იმას, რაც მოიტანა ღმერთმა დედამიწაზე ჩვენ საცხოვნებელად. და როგორც გითხარით, აი ამ მსახურების ცენტრში არის მადლიერება.
და ასევე ლოცვები, რომელსაც ევქარისტიული ეწოდება და ასევე ამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი არის პურის და ღვინის ზე ამაღლება, ლოცვა სულიწმინდის გარდამოვლენის შესახებ და ლოცვა იმაზე, რომ პური და ღვინო გარდაიქმნას ქრისტეს სისხლად და ხორცად. აი მასასადამე ძვირფასო ძმებო და დებო, ევქარისტიის დროს სრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში, რომ ქრისტე არის ჩვენ შორის. როგორც ამბობს ის სახარებაში, რომ 2 თუ 3 ადამიანი თუ შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის. ევქარისტიის საიდუმლოს ასევე ეწოდება წმინდა ზიარების საიდუმლოება. იმიტომ რომ ამ დროს სრულდება ყველაზე მჭიდრო კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის. უმჭიდროესი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. იმ ადამიანს შორის, რომელიც სათანადოდ ცხოვრობს და მართებული განწყობით, სულიერი განწყობით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. და აი ამ დროს ჩვენ ვუერთებით უფალ იესო ქრისტეს და წილმქონენი ვხდებით მისი სხეულის და მისი ღვთაების თანამესხეულენი ვხდებით უფალ იესო ქრისტეს. მაგრამ არა მხოლოდ მისი თანამესხეულენი ვხდებით. აი რატომ ქვია კიდევ ეს ზიარება მეორეს მხრივ, რომ ჩვენ ერთმანეთსაც ერთი მეორეს ვეზიარებით. რამე თუ ერთი პურიდან ვიღებთ ზიარებას და ერთმანეთის ასონი ვხდებით. როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, აი როგორი საოცარი რამ ხდება, აი რატომ ეწოდება ამას საიდუმლოება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღეს მადლობა და დიდება უფალს ამ წყალობისთვის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ უფრო ხშირად, უფრო აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რომ მივიღოთ ყველაფერი ის, რაც ღვთის მადლით და ძალით ჩვენ მოგვეცა, ჩვენი სულის ხონებისთვის, ჩვენი ფერისვალებისთვის და მივიღოთ ის ყველაფერი, ეს წყალობა და მადლი საიმისოთ, რომ როგორც წერია სახარებისეულ იგავში თესველის შესახებ, ჩვენი გული არ იყოს ქვიანი ნიადაგი, ან ეკლიანი, ან როგორ არის იგავში გზის პირას მდებარე, არამედ კეთილი ნიადაგი, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენს გულში კეთილი ნაყოფი გამოიღოს. ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენს საცხოვნებლად, ჩვენს გადასარჩენად ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.